მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია არ გამოვჩენილ ვართ. ხო და ეხა მე და სანდრომ მოვიცალეთ და მივდივართ დრიფტზე. შემოგიერთებით ადგილიდან და იქედან კადრებს შემოგთავაზებთ. რომელი გიგა? ვერ წდება და დომინო უნდა მარტო დრიფტზე არ ვარ. და ეხა თუ ამოვიდა აქ რაც არის, სანდრიკა მოიგებს ბურთს. არ ვიღებ? ბურთი. მოვიგებ? მოდი გაჩუქოთ. ვაუ, მაინც მოვიგეთ. მაგარია. წამო ეხა დავბეროთ აქ ვიღაცას მაინც ექნება დასახელი. წამო. მადლობა. მოკლედ სანდრო პირველად მოვიდა დრიფტზე, ესე? და მოიგო უკვე ბურთი. ხო? აია, ნახე რა მაგარია. ეხა უყუროთ დრიფტებს. ცუგა? რა? დრიფტერი ცუგა არის? ეხა უყურებ და ვნახოთ რა ხდება. თუ გარეცხო გინდა წოთები აცე. ხო, გარეცხავს. ეს მათეს მანქანა არის. ეხა ცოტა ხნით მანქანაში შემოვედით, ცოტა და სანდრიკას დასვენება უნდა. აი, ჩვენი მოგებული ბურთი, ეხა ვერ ვბერავთ, ვერ ვიპოვე მანქანაში არ მქონია გასაბერი და მე რო წავალთ, გავბერავთ, კი აუცილებლად. ეხა ცოტა ხანში დაიწყება, იმზადებიან და ეგრევე გავალთ. გვევლინება და რა თქმა უნდა მოფრინავს დავით ჭეიშვილი და ეცდება რომ თავიდანვე ძალიან დიდი უპირატესობა იგოს ხელთ და ამას აკეთებს კიდევაც როგორც არტზევე პრაქტიკულად დაიზრა თუ არა მომენტალურად სერიოზული ტექნიკური პრობლემები ჰქონდა მიხეილ პოჩკუას ვეღარ გააგრძელა თავისი დავალების შესრულება რა თქმა უნდა ეს საერთოდ არ ატარდებს დავით ჭეიშვილს და სოფიანივით ასრულებს თავის დავალებას უმაღლეს დონეზე და ანახებს ყველა მის კონკურენტს რომ ძალიან მაგარ ფორმაშია დავით ჭეიშვილი და გვეკნება თუ არა ნელა, აი მოდი. რამდენად არის ფორმაში მისი ავტომობილი მიხეილ პოჩკუას აი აქ მოწყვეტის მომენტში მოწდება თუ არა პოჩკუა და ასე ისე მოწდა და გაუსწორდა და ვერასრულებს იმდენად კარგად თავის დავალებას როგორც მას სურს რომ გააკეთოს და ხედავთ ტრაექტორიად დაკარგა მიხეილ პოჩკუამ დავით ჭეიშვილი კი ასრულებს თავის დავალებას ჩეისის როლშიც გადაიბარა უკვე ლიდერის როლიც და ისე გამაჯერებლად დააფინიშა მეორე გარბენიც კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არ არსებობს დადგებიან ახლა ტოპ-8-ში გადასული მონაწილეები ჩადით სტარტზე. ტოპ-8-ში გადასული მონაწილეები ჩადით. გამარჯვებული ამ წყულში გახდა რა თქმა უნდა დავით ჭეიშვილი. და იგი ასპარეზობას გააგრძელებს და დაუპირისპირდება ტექნიკოსებს გიორგი ძელაშვილისა და რომან ხაიკოვის წყულში საუკეთეს ბოგდანი თუ სერგეი კარგად დასრულებს სერგეი საფარიანიც იქვეა თუმცა ჩამორჩა ერთ მონაკვეთში და ეხლა ცდილობს რომ შეაციროს ეს ჩამორჩენა ბოგდურად რუსლან მამედოვი სულ არც ერთი ბეჯი არ დაუწყოს რუსლან მამედოვი გადაწყობისას იყო საფრთხე რომ შეცდომა დაესწრო გიორგი ჯავახაძის მიერ თქეში ჩადგა თუმცა დაამუშავა ბრწყინვალედ ეს ეპიზოდი გიორგი ჯავახაძემ და რამხელა ყვამლით და რამხელა კუთხით ასრულებს თავის ლიდს გიორგი ჯავახაძე თუმცა რუსლან მამედოვიც მთელი მოლოდინში ვართ რუსლან მამედოვი იქნება თუ არა
იმდენად დამაჯერებელი, იცი როგორც იყო გიორგი ჯავახაძე, ამას ყველაფერს ნახავთ, ტემპი უფრო მეტი ქონდა გიორგი ჯავახაძეს რაღაც მომენტში გაასრულებდა ფუტბოლს და სტარტი ძალიან ცუდი ქონდა და შესაბამისად გაუნულდა თავიდანვე გარბენი გიორგის სამწუხაროდ რუსლან მამედოვი კი ასრულებს ხადია თავის დავალებას ასრულებს ბოლომდე შეცდომის გარეშე და დიდ ნაბიჯს გავდი და სოფიანები ვით მოექანებიან მოწყვეტის წერტილისკენ მოწყვეტა უიაფერიძე მასთან ძალიან ახლოს არის ხადია კარგი იყო ცოტა რბილად გადაეწყო აქ რა გადაწყობას გავაზობს მათე როჭიკაშვილი როგორი აგრესიული იყო საოცრად გადაეწყო მათე ძალიან ახლოს არის ილია ბერიძესთან თუმცა ილია ბერიძე უბრალოდ ხელოვნების იმუშს ქმნის და შესანიშნავი და შესანიშნავი ჩეისით იხურება პირველი გარბენი ამ ურთულესი გამოწდა აქ ილია ბერიძეს ასევე მათე როჭიკაშვილსაც და ნახოთ როგორ იქნება ამ შემთხვევაში ეს ბრძოლა ძალიან ახლოს არის ილია ბერიძე ავტომობილში ნახოთ გადაწყობას მოახერხებს თუ არა რომ დაიტოვოს რაღაც სივრცე დაიტოვა მილიმეტრები და ჩაჭდა ზუსტად გადაწყობისთან ილია ბერიძე ძალიან ახლოს არის მათესთან ილია და მათეც ხადია რომ შესანიშნავია ლიდერის როლში არაფერი გამოუტოვებია არც ერთ დრიფტერს და კიდევ ერთი საოცარი დუელი საოცარი გარბენი და იმ შეიძლება იყოს გამარჯვებული ორი იდენტურად საოცარი გარბენი ვიხილეთ ილია ბერიძისა და მათე როჭიკაშვილის შორის ურთულესია გადაწყვეტილების მიღება ერთმნიშვნელოვნად ვინ იყო უკეთესი ორი გარბენის ჯამში არ ვისურვებთ ის ჟიურის წევრების ოფნას one more times ნამდვილად არ გამოვიცხავ არანაირად და დაახლო ბრძოლები ვიღიმეთ დარწმუნებული ვარ რომ გამეორებები დაჭირდება ჟიურის ზონები ანუ ლიდზე აი ზონები რასაც ავსებ ეგ არის გადამწყვეტი ფაქტორი ვფიქრობ ამ დუელში ვინც უკეთესი იყო ლიდზე ის იქნება გამარჯვებული ან გვექნება one more time თქვა შეიძლება ორივე ძალიან დამაჯერებელი იყო და გამარჯვებული გახდა ილია ბერიძე მრისხანე მეტოქე კიდევ ერთხელ დაამარცხა რამხელა კუთხით ჩადგა აქ დრიფტში გადაწყობისას ლაზარე სადახაშვილი შესანიშნავი გადაწყობა კიდევ ერთი სანტიმეტრებში გაატარა უკანა ბამპერი თავისი დრიფტარის სკვირი გუგა კირვალიძემ და შესანიშნავი დუელი კიდევ ერთი საოცრება ლიდერ ბეტვინტერ კაპზე რა თქმა უნდა ამას ველოდით ყველანი მაგრამ გადაჭარბებულად მაგარი გარბენები გვაქვს სასწაული ხდება ლილო არენაზე შიტოკი ლაზარე სადახაშვილი 11 წლის არანორმალურად მაგარი დრიფტერი კიდევ ერთი დასტური იყო ყველაფრის რამხელა კუთხით გადაეწყო მას თამალებით მოყვებოდა უკან შესანიშნავად გუგა კირვალიძე და საოცარი შოუ დაგვიდგეს მოსწავლემ და მასწავლებელმა ნამდვილად უნდა იამაყოს გუგამ მისი საოცარი დუელი გვაქვს ნამდვილად გუგა კირვალიძე უკვე ლიდერის როლში გვევლინება ლაზარე სადახაშვილი ძალიან ახლოს მიყვება მას კონტაქტიც ჰქონდა პრაქტიკულად აუცი საოცარი მომენტი დახარგეს თითქოს აქ ტრაექტორია ორივე დრიფტერმა მაგრამ რა ხდება საოცარი გარბენი გვაქვს კიდევ ერთი უბრალოდ ენა მაქვს ჩავარდნილი იმდენად ემოციური და ადრენალინით გაჯერებულია ეს ყველაფერი
აპლოდისმენტები თუ შეიძლება აუცილებლად იმსახურებენ ეს ადამიანები აპლოდისმენტებს საოცარ ადრენალინს გვთავაზობენ და ნამდვილად შესანიშნავი ეტაპი გვაქვს აი ესე უნდა გაიხსნას სარბოლო სეზონი ჩემი აზრით ამაზე ნაკლებად უბრალოდ არ შეიძლება წინვალე იყო ორივე დრიფტერი აი აქ ზედმეტად მიუახლოვდა ლაზარე სადახაშვილი გუგა კირვალიძეს კონდათ კონტაქტიც შემდეგ ტრაექტორიაზე ოდნავ აირიდნენ ასე ვთქვათ მაგრამ შემდეგ აი როგორი ახლდა დაცაბული იყო ეს დუელი საოცარი კარბენი საოცარი დუელი შესანიშნავი შოუ რომელიც დაგვიდგეს ძალიან ტიტულოვანმა გუგა კირვალიძემ და მისმა საოცარმა მოსწავლემ ლაზარე სადახაშვილმა და ვინ მოიგო ეს დუელი გუგა თუ ლაზარე და გამარჯვებული გახდა გუგა კირვალიძე როგორც ჩანს მაინც მოახერხა მისი მოსწავლის დამარცხება ამ შემთხვევაში გუგამ თუმცა უმხურვალესი აპლოდისმენტები თუ შეგვიძლია რომ დავაჯილდოვოთ ლაზარე სადახაშვილი რომელიც ნამდვილად არის ქართული დრიფტის ნათელი მომავალი და იგი ძალიან ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას წინვალე დუელი შემოგთავაზა საოცარი ბრძოლა გუგა კირვალიძის წინააღმდეგ თუმცა გუგამ მოახერხა მისი დამარცხება და უკვე ტოპ 8-ში იასპარეზებს გუგა კირვალიძე ხალხო ცოტა დაიღალა სანდრო და მივდივართ აღარ დაველოდებით შედეგებს მერვე ფინალამდე უხურეთ მე ისევ ნახავთ ვინ მოიგო ასე რომ დღეს გემშვიდობებით პატარა ვიდეო იყო ცოტას თუ მოვიცლით ნელა მოიხოდება ჩვენი არხები სანდროსაც არხი აქვს და ქვემოთ აღწერაში იქნება და გამოიწერეთ თუ შეძლებთ ძალიან მაგრა გაუხარდება